საღამომშვიდობისა ბავშვებო, მე ვარ ნინო მარგვალაშვილი. დღე 15 და ვაგრძელებ წიგნების კითხვას. დღეს უნდა წაგიკითხოთ. გელუკა დიბაჭია. წიგნის ავტორი არის ეიმ დიკმანი და წიგნის ილუსტრატორი არის ზაქარია ოჰორა. და თვითონ წიგნის ავტორი ბოლოში ესე გვეუბნება, რომ თურმე უსაყვარლესი გოგო შვილუკა ყავდათ. უსაყვარლესი, მაგრამ როცა იღლებოდა და გადაღლილი და გადაძაბული იყო ამათი პატარა პაწუკა გოგო, ნამდვილ გელუკას წააგავდაო და აი ამ ქედან გამომდინარე თავში იდეა მოვიდა, რომ წიგნი ხო არ დავწერო. ნახოთ. წიგნი ეძღვნება კაიას, ჩემს გელუკაშვილუკას და წიგნი ეძღვნება კნუტიკოს, დათუნიკოს, თუკის, მარლოუს, მამიკოს და დედიკოს. ბაჭიების ოჯახი სახლში დაბრუნდნენ. როდესაც კართან ისეთი შეფუთული კალათი დაინახეს. ჩაიჭყიტეს. აი ესე შეიცხადეს, იმიტომ რომ კალათში პატარა ბაია გელი იყო. ღმერთო, რა საყვარელია, თქვა მამიკომ. დედიკომ, ჩვენი არის ეს, თქვა მამიკომ. ყველას შეგვჭამს, თქვა დოთმა. მაგრამ დედიკო და მამიკო შეყვარებულები, აი შეწოვილები იყვნენ. ამიტომ ვერც კი გაიგეს რა უთხრა პატარა დოთმა. გელუკამ მთელი ღამე იძინა. დოთმა არა. ფანარი გაიგეთ, რომ მიანათოს და ზუსტად იცოდეს რა შვება და რასაკეთებს, რომ არ შეჭამოს. დედიკომ დილით სტაფილოები მიართვა საუზმედ. მოიწონა, თქვა დედიკომ. რა კარგად ჭამს, რა კარგი მჭამელი შვილი ყავს, თქვა მამიკომ. ჭამასაც შეეხება, თქვა დოთმა. ჩვენ ყველას შეგვჭამს. მაგრამ დედიკო და მამიკო ზედმეტად დაკავებულები იყვნენ ფოტოების გადაღებით, რომ დოთისთვის მოესმინათ. დოთის მეგობრები მოვიდნენ სტუმრად, რომ ბეიბი ენახათ. ძინავს, უთხრა დედიკომ ჩურჩულით. ძალიან კარგად ძინავს ხოლმე ჩვენს პატარას. ჩაიჩურჩულა მამიკომ. ვაიმე, ყველას შეგვჭამს, დაიყვერეს მეგობრებმა. არ გეხუმრებით, თქვა დოთმა. წამორა თქვენ სახლში ვითამაშოთ. სხვადასხვა ცხოველებმა გელი რომ დაინახეს ისინი. სულ პირველად მოხდა, როდესაც გელუკა მიტირა. მაგრამ დოთი ძალიან შორს იყო, რომ მისი ტირილის ხმა გაეგო. როდესაც დოთი დაბრუნდა, გელუკა ელოდებოდა. სადაც დოთი წავიდოდა, გელუკაც იქ მიყვებოდა. დამდორბლა,
თქვა დოთმა. ძალიან კარგად იდორბლება, თქვა მამიკო. დღეები გადიოდა და მგელუკა იზრდებოდა. ასევე იზრდებოდა მისი მადაც. უფრო და უფრო მეტი საჭმელი უნდოდა. როდესაც დედამ სამზარეულოში კარადა გამოაღო, გაოცდა. სტაფილოები, თქვა დედამ. აღარ გვაქვს. ო, არა, თქვა მამამ. ყველაფერი მაგან შეჭამა, თქვა დოთმა. არა დარგუშიოდა. დოთმა აიღო მაღაზიების ჩანთა, სტაფილოს ჩანთა, მაგრამ შორს არ იყო. შორი გზა არ ქონდა გავლილი, როდესაც ხმა გაიგო. შენი დახმარება უნდა, ეძახის დედა. ძალიან კარგი დამხმარეა, თქვა მამა. ვაიმე, კაი, არაფერი, თქვა დოთმა. იცოდე, გიყურებ, ახალგაზრდაო, უთხრა დოთმა. გელუკა და დოთი წავიდნენ სტაფილოების ნაკვეთში, ყველაზე მაგარ სუპერმარკეტში, სადაც ყველაზე ჯანსაღი ბოსტნეული იყიდებოდა. დოთი ბოლო სტაფილო უნდა ჩაედო თავის ჩანთაში, რომ უეცრად დაინახა გელუკას პირი როგორ გაიღო. ვიცოდი, შეუტრიალდა. ანუ ვიცოდი, ყურადღებით, ფრთხილად იყავი. მაგრამ გელი დოთს კი არ უყურებდა. ახედა დოთმა, ვიცა სად იყურება მგელუკა? ჩემი სადილი და დოთმა დაიღრიალა. ეს დოთის შანსი იყო, რომ გაქცეულიყო, მაგრამ გაქცევის ნაცვლად წინ წავიდა. გაუშვი, მოითხოვა დოთმა. თუ არა და თლიანად შეგსანსლავ. დოთმა თვალები აციმციმა. შენ ბაჭია ხარ, უთხრა. მე შიერი ბაჭია ვარ, თქვა დოთმა. მაგრამ მე შენზე უფრო დიდი ვარ, თქვა დათმა. ხო და მე ფეხის თითებიდან დავიწყებ შენს შეჭმას, უთხრა დოთმა. მიშველეთ, იყვირა დათმა. თლიანად შემსაცლავს. გაიქცა. დოთი მოეშვა. დათვი რო გაიქცა. ჰეი, ეხა უსაფრთხოდ ვართ, უთხრა მგელუკას. უცბად მგელი შეახტა. დოთი აღარ იცის რა ქნას და შეახტა, რომ ჩახუტებოდა და გულში ჩაეკრა თავისი დაიკო. წამოდი პატარა ძამიკო, წამოდი სახში, ჭამოთ. დასასრული. აქ წერია ზაქარაიას სიტყვები, ილუსტრატორის, აქ ჩვენი ავტორის, რაც უკვე წაგიკითხეთ, როგორ იშრომეს, რაზე დახატეს, რის გამო დახატეს და ასე შემდეგ. ეს იყო და ეს დასასრული. წინებისა ტკბილი 7
ღრმა, გემრიელი, ძილი თქვენ. შევხვდებით ხვალ ახალი